ძალიან გააქტიურებულია ამ ბოლო დროს მეხუთე კოლონის წარმომადგენლები და პირდაპირ იძახიან, რომ საქართველოს რუსებს ეხმარებაო ომში უკრაინელების წინააღმდეგო. და ეს დახმარება გამოიხატებაო საქართველოსდან რუსეთში საწვავი შეტანითო, მე ამ საწვავს ასხავენ ტანკებშიო და ეს ტანკები მიდიან და ხოცავენ უკრაინელებსო და აი ასე ეხმარება საქართველოს ხელისუფლება რუსებს ომში უკრაინის წინააღმდეგო. რა თქმა უნდა, ამ განცხადების გაკეთება ასე საჯაროდ და მტკიცებით ფორმაში არ შედის საქართველოს ინტერესებში, ვერანაირად ვერ შეიძლება, რომ ამ ტიპის განცხადების გაკეთება შედიოდეს ან საქართველოს ან ჩვენი საზოგადოების ინტერესებში. პირიქით აზიანებს საქართველოს ინტერესებს ასეთი განცხადებები და პირდაპირ ურტყავს და წინააღმდეგია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების. ამ ტიპის განცხადებების ასე საჯაროდ ხმამაღლა მტკიცებით ფორმაში საუბარი და ისე ტანდემში მიდის ეს ამბავი რა. არაერთი ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსი გამოვიდა და გააკეთა ეს ამ ტიპის განცხადებები, ასევე ტელევიზიები თავიანთი ჟურნალისტების საშუალებით აკეთებს სიუჟეტებს, სადაც იგივეს ამტკიცებენ, რომ აი როგორ ეხმარება საქართველოს ხელისუფლება რუსებს უკრაინელების წინააღმდეგ ომში და ეს საწვავი და ეს 1000 რაღაცა უბედურება და რასაც ლაპარაკობენ. მოკლედ, ხო, თანხმდებით იმაზე, რომ ეს განცხადებები ვერანაირად ვერ შეიძლება შედიოდეს საქართველოს ინტერესებში. მაგრამ ამ განცხადებებით რას აკეთებენ ხა ეს მეხუთე კოლონის წარმომადგენლები? პირველი ის, რომ კომფორტს უქმნიან აქ ზელენსკის, ყველანაირ კომფორტს უქმნიან იმისთვის, რომ აი იქიდან იმან ან დრონი გვესროლოს, ან რაკეტა, ან რაღაცა და ამას ემსახურება ეს განცხადებები. ერთის მხრივ. რეალურად ამათი საქმე დამთავრებულია, ჩაიჯვეს ყოველ ჯერზე ჩაისვა რა ოპოზიცია, ვერც რევოლუცია მოახდინეს, ვერც სახელმწიფო გადატრიალება, ვერც სამოქალაქო დაპირისპირება ვერ გამოიწვიეს. ბოლომდე ჩასრულები არიან და ერთადერთი ახლა ამათი იმედი არის აი ეს წყალწაღებული ზელენსკი, რომ იქნებ ამასთან რაღაცა მოახერხონ, ისე რომ აი ზელენსკიმ იქიდან რაღაცა გვესროლოს და აქ რაღაცა აფეთქონ და მე ამ უბედურებაზე იქნებ ისე დატრიალდეს, რომ აი ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში ისევ მეხუთე კოლონის წარმომადგენლება. სხვას არ ემსახურება არაფერს ეს განცხადებები, მეგობრებო, არ დაიჯეროთ. შესაბამისად კიდევ ერთხელ მორიგჯერზე გამოჩნდა ამათი ბუნება თუ და ამათი შინაარსი, თუ აი რა შინაარსის ადამიანები არიან, რა ბუნების და რა არის ამათი მიზანი. ამათი მიზანი არის ის, რომ ამ ქვეყანას უტირონ დედა, მეტი არაფერი. ეხლა შევხედოთ ამ ამბავს აი ამ კუთხით. დაუშვათ და ის საწვავი, რომელიც შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე, აი პირდაპირ რუსეთში მიდიოდეს ეს საწვავი, მაინც პრობლემა არ უნდა იყოს და მაინც პრობლემა არ არის. მე ვერ ხედავ ამაში პრობლემას, ვერ დავინახავდი. იმის გათვალისწინებით, როცა 2022 წლიდან დღემდე, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო და რუსები შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე, აი იმ დღიდან დღემდე ევროკავშირის ქვეყნებიდან რუსეთის ბიუჯეტი შეივსო 230 მილიარდი ევროთი ოფიციალურად. ეს თანხა რუსეთის ბიუჯეტში შევიდა ევროკავშირსა და რუსეთს შორის სხვადასხვა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებიდან და დიახ, ევროკავშირის ბოლომდე არასდროს არ შეუწყვეტია სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან და ევროკავშირი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით ყოველთვის აგრძელებდა რუსეთთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობები და სწორედ აი ამ ურთიერთობების შედეგად ევროკავშირის ქვეყნებმა 230 მილიარდი ევროთი შეავსეს რუსეთის ბიუჯეტი. ეხლა ისევ მეორე შეკითხვა რა აი ამ ადამიანებთან. თუ კი საქართველოსთან რუსეთში შესული საწვავი რაღაცა აი ზღვაში წვეთი, მაინც და მაინც
ტანკებში ისხმევა და ეს ტანკები მიდიან და მერე ხოცავენ უკრაინელებს. ეს 230 მილიარდი ევრო, რომელიც ევროკავშირიდან შევიდა რუსეთის ბიუჯეტში. ესეც ხო უეჭველი ომის საჭიროებებს ხმარდება და ხო უეჭველი ამ 100 მილიარდი ევროთი აწყობენ რაკეტებს, დრონებს რუსები, რომელი რაკეტები და დრონებიც მერე ანგრევენ კიევს და უკრაინულ ქალაქებს და ხოცავენ ხალხს, ხო? ხო უეჭველად ეს 150 მილიარდი ევრო ხმარდება ხო უეჭველი ომის საჭიროებებს ხმარდება ეს 100 მილიარდი ევრო, ხო ტყვია წამალს, საჭმელს ჯარისკაცებ მებრძოლებისთვის, ტანის სამოსის ყიდვას, ხელფასების დარიგებას, სხვადასხვა ტექნიკის შეძენას და თუნდაც აი იმ ბენზინის ყიდვას, იმ საწვავის ყიდვას, რომელ საწვავსაც თქვენი იმით, რა ქვია, მტკიცებით საქართველოსდან ყიდულობენ. ხო, იმაშიც იმპულსი ხდიან, რომელი ფულიც შევიდა ევროკავშირიდან. თქვენ დალოცვილებო, თუ აი ამასთან თქვენ პრობლემა არ გაქვთ და თუ ამაში პრობლემას ვერ ხედავთ, რომ ომის პერიოდში, ომის დაწყების დღიდან მიუხედავად იმისა, რომ რა ვიცი, თუ არ ვცდები 59 პაკეტია, თუ 259 პაკეტი სანქციების დაადეს რუსებს, აი ამის ფონზე და ამის მიუხედავად წარმოიდგინეთ 230 მილიარდი ევრო ოფიციალურად არის შესული რუსეთის ბიუჯეტში და ეხა არაოფიციალურად და მოვლითი გზებით და ისე შეფარულად შეიძლება 10 იმდენზე იყოს საუბარი. თუ კი ეს არ არის პრობლემა და ამაზე ხმას არავინ არ იღებს და ამას არავინ თulis რაღაცა რუსების დახმარებას, რატო გახდა პრობლემა თქვენთვის ეს რაღაცა ზღვაში წვეთი საქართველოსთან შესული და რატო ტეხავთ ამაზე პრობლემას? აი თქვენ თუ მართლა ეს ქვეყანა ან გიყვართ ამ ქვეყნისთვის კარგი გინდათ, რაც მართლა პრობლემა არ არის იმაში, რატო ცდილობთ რომ პრობლემა გახადოთ და აი რაღაცა ამბავი ატეხოთ. თქვენ რო გულწრფელები იყოთ და მართლა ეს რაღაცა პრობლემა იყოს თქვენთვის, პირველ რიგში წლების წინ დაიწყებით იმის გაპროტესტებას, რომ რასაკეთებთ ეთყოდით ევროკავშირს, აგერ თქვენი მიცემული 100 მილიარდი ევროთი რუსები აწყობენ რაკეტებს და მერე ხოცავენ იმას, რა ქვია, უკრაინელებს და ამასთან დაკავშირებით მთელი ამ 4 წელია თუ 5 წელი პრობლემა არ ქონია და ეს ასე გრძელდება და ყველაფერი კარგად იცის, თქვენ ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდეთ, პოლიტიკოსები ქვიათ. ხო და პრობლემა არ იყო და დღეს რაღაცა ეს 100 ცისტენა საწვავი გახდა თურმე პრობლემა და ვაიმედე და რა ხდება და აი დაბომბვის ღირსია თურმე საქართველოს და თურმე აი როგორ ეხმარება რუსებს უკრაინის წინააღმდეგ. სირცხვილია სამარცხვინოები ხართ და ყოველ ჯერზე თქვენ ნამდვილ ჭეშმარიტ სახეს და ბუნებას ამჟღავნებთ და აჩენთ რა. ყოველი მორიგი განცხადება თქვენ ჭეშმარიტ ბუნებას აჩენს. აი ეს არის ერთადერთი სარგებლის მომტანი აქედან. დანარჩენი თქვენ ხართ მანქურთები, რომლებიც ცდილობთ, რომ ნებისმიერი გზით, განცხადებების გზით, მტკიცების გზით მოკლედ და მნიშვნელობა არ აქვს, როგორ და ვისგან ოღონდ ამ ქვეყანას ავნოთ, ოღონდ ამ ქვეყანას დედა ეტიროს. ეს არის და ეს. დაგემშვიდობებით ეხლა მეგობრებო და ყველაფერს კარგს გისურვებთ და საუკეთესოს.